თქვენი პარტნიორი ძალიან ემოციურია. დღეს გზა აბნეული აქვს ამ პიროვნებას. რატომღაც ხედავს როგორც რთულ ადამიანს, ასე. იმიტომ რომ თქვენ ზუსტად იცით რაც გინდათ. ნამაშე თვითონაც დარწმუნებულია რომ იცით რაც გინდათ თქვენ. რატომღაც ფიქრობს რომ გარკვეულ სირთულეებს უქმნით, ასე ფიქრობს თქვენი მეგობარი პარტნიორი. დღეს რაღაცა ძალიან ღებავს. ხომ არ იჩხუბეთ მეგობრებო? გამოვიწეროთ არხი, დავბალანსირდეთ ბალანსირებულ ენერგიებში და დავაკომენტაროთ რათა ახდეს დადებითი, რასაც დავინახავთ. თითქოს რაღაცა პრობლემებს უქმნით მას, იცით? იმისათვის რომ საბოლოოდ მიაღწიოთ მასთან დაკავშირებით თქვენს გეგმებს. რეალურად თვითონ იპარავს თქვენს რესურსებს. ძალიან უჭირს თქვენი გაგება ამ პიროვნებას. ძალიან უჭირს. თვითონ არის ძალიან რთული და ამბობს რომ თქვენ ხართ რთული. რა გითხრათ აბა მეგობრებო, უნდა რომ სულ მხიარული იყოთ, მუდმივად. არ უყვარს საერთოდ ადამიანს წუწუნებს, ეს მისთვის არის კატასტროფა. ვინც ახალ ურთიერთობაში ხართ გოგონებო, ბიჭებო, ამ პიროვნებას გრძნობა ეუფლება, ერთი გზა გაქვთ მასთან გასავლელი, კარმული ან ბედის, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს გრძნობა როდესაც ეუფლება ამ ადამიანს, ხო? ამ გრძნობებს ებრძვის ძალიან დისკომფორტს უქმნის ეს გრძნობა მას. ჰარმონია ძალიან პატარა დოზი გაქვთ ურთიერთობაში. პარტნიორებს უყურებთ მეგობრებო. თუ გინდათ ვინმეზე ჩაიფიქროთ, შეგიძლიათ მესამე პირებზე ჩაიფიქროთ, თქვენს პარტნიორებზე, ყოფილებზეც. და რაღაცას მაინც გაიგებთ ინფორმაციას, პატარა დოზით მაინც, მაგრამ გაიგებთ. საერთოდ კარმულ ურთიერთობებს ჩვევია ასეთი რთული ურთიერთობები, რაც ამ ეტაპზე გაქვთ მასთან. რთული ურთიერთობა. დაძაბულები ხართ რატომღაც ორივე. იცით რა არის, თქვენც რატომღაც რთულ გზაზე ხართ, რთულ ენერგიებში, ხედავ გოგონები, ბავშვებიც იქნებიან აქ. რვიანზე ბრუნავთ, დადიხართ რვიანზე, ძალიან ბევრი სულიერი ცრემლია თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო. ეს პიროვნება ისეთი პიროვნება, როგორიც აი მაგალითად ყოველთვის პირველ რიგში აიჩევს საკუთარ თავს. ძალიან ნარცისია, იცით, უყვარს საკუთარი თავი. მაგრამ, გადიხართ ამ გაკვეთილს მასთან, ბედმა შეგახვედრათ ამ პიროვნებასთან, ასე ჩავიფიქრე, ჭიქა რომ ვაბრუნებდი იმაზე, ვინც ნახავს. 15 რიცხვში გექნებათ შეხვედრა, შემდეგ 25-ით ჩანს და კითხვის ნიშანი დგას. კითხვის ნიშანი დაკავშირებით ვაგრძელებთ თუ არ ვაგრძელებთ ურთიერთობას, არ მგონია, უფრო გამიგო თუ არ გამიგო, როგორც ჩანს, გამიგო ან ვერ გამიგო. ვერ გაგიგებს ვერანაირად ვიტყოდი, რაღაცა აზრები არეული აქვს ძალიან ამ პიროვნებას. და წარსული ურთიერთობიდან მას დარჩა ძალიან დიდი სტრესი საერთოდ. მათ მართავდნენ მისით. ამ ეტაპზე თქვენ ვცდილობთ მისით მართვას, ხო? ეგრევე ეჩვენებით მონსტრად. მეგობრებო, ვინც დაშორდით, ჩვენ ხო ბევრი ვართ აქ. მამაკაც ეგონა თქვენს გარეშე აშენდებოდა, აყვავდებოდა და ასე შემდეგ. აღმოჩნდა ბუმერანგებში, საბოლოოდ რომ დატოვეთ და მიაგდეთ როგორც ჩანს, იმიტომ რომ პიროვნება აბსოლუტურად სტრესშია, ვინც არ უნდა იყოს. არც ასრულება, არც წინსვლა არ აქვს, მას აბსოლუტურად ჩაკეტილი აქვს ბედი. იმიტომ რომ აწყენინა ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარდა. კიდევ მინდა დავამატო, შეიძლება სამკუთხედიდანაც გამოხვედით. და მაშინ სწორი გადაწყვეტილებით გამოხვედით სამკუთხედიდან, სამკუთხედი მაინც დაიშლება. ისინიც დაშორდებიან.
ვინც გამოვიდა ამ სამკუთხედიდან, სხვა იმპერატორზეა გადართული, ადამიანი სხვა დგას, ცოტა ბუნდოვნა ჩანს, მაგრამ ეს ადამიანი გაფასებს და აქ არასოდეს არ იქნება სამკუთხედი. მესამე პირი ურთიერთობაში, ანუ მოდით ვნახოთ რა გაიხსნება. ისე თქვენ მარტო როცა ხართ, ხო, უფრო კარგად გრძნობთ თავს, მეგობრებო, მინდა გითხრათ. უფრო კარგ ენერგიებში ხართ, ნერვებს გიშლით ყველა, როგორც ჩანს. ძალიან ბევრი თვალია თქვენზე, ნახეთ რამხელა კატა ამოდის. მეგობრებო, კომფორტის ზონაში იქნებით, ფინანსური გზა თქვენი იშლება და ასე ვთქვათ, უფრო გრძელი იქნება და უფრო დადებითი. ორ კარგ ამბავს გაიგებთ, მეგობრებო, და ძალიან მოფიქრებულად და რაციონალურად უნდა იმოქმედოთ პიროვნებასთან, ან საქმეებში, რა საქმეებშიც ახლა ხართ, შეხვედრა გაქვთ ფანტასტიკური, რაღაცა ამბავი გასკდება, გაირკვევა ორ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან გაგახარებთ დღეს საღამოს ან 7 დღის განმავლობაში. ჭიქა არ არის ცუდი, მაგრამ თქვენი იმპერატორები კრიზისში არიან დღესდღეობით. თითქოს ვიღაცაზე ნაწყენები ამ დროს, არ ვიცი, არაფერი არ დაგიშავებიათ, ნამდვილად ასე ჩანს. თავიანთი ილუზიების ფონზე არიან მასე. წარმატებები ძვირფასებო ბედნიერად.